დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში ვართ და თუ გაშლილ კადრში სოციალურ მედიის პლატფორმებზე ხედავთ რადიო იმედის სტუდიას, ალბათ თითოეულ მათგანს სახეზე სიცნობ და ისედაც მიხვდებით, რომ ძალიან ძვირფასი სტუმრები გვყავს, სტუმრები, რომლებიც სულ რამდენიმე წუთის წინ გურიიდან სპეციალურად ჩამოვიდნენ თბილისში იმისთვის, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ რადიო იმედის სტუდიაში და გაგვიზიარონ თავიანთი შთაბეჭდილებები იმ ამბის შესახებ, თუ როგორ იმოგზაურეს მათ პარიზში. მე ის მიკვირდა, რომ ლეგენდარული ტრისტან სიხარულიძე, რომელიც საცაა რამდენიმე თვეში 99 წლის გახდება გურიდან თბილისში ახლა როგორ მოდის და შევაწუხებთ მათ თქო და სულ რამდენიმე დღის წინ გურიდან პარიზში იყო გამგზავრებული იმისთვის რომ მასტერკლასები და ერთობლივი კონცერტი ჩაეტარებინათ. გურულები პარიზში, ასე შეგვიძლია დავარქოთ ამ ყველაფერს. ეს იყო ღონისძიებები 18 და 19 აპრილს, სადაც ქართული ხალხური სიმღერის ნამდვილი ზეიმი იყო. კომპლექსურად ეს იყო მასტერკლასები და საგანმანათლებლო ხაზი, ასევე ერთობლივი კონცერტები და ეს ყველაფერი მიმართული იყო როგორც ქართული დიასპორისკენ, ასევე იმ ფრანგი და ევროპელი დამხდურებისკენ, ასე ვთქვათ, რომლებსაც ქართული მრავალხმიანობა აინტერესებთ. აი ახლა უკვე ამ ყველაფერზე ვისაუბროთ ჩვენ სტუდიაში და პირველ რიგში გამარჯობა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. წარვადგენთ სტუმრებს ტრისტან სიხარულიძეს დიდი წარდგენა არ სჭირდება, ლეგენდა, ცოცხალი, ლოტბარი, გურული მრავალხმიანობის სიმბოლო. მადლობა ბატონ ტრისტან რომ ჩამოხვედით. გიორგი გორდელაძე, ოზურგეთის ფოლკლორის და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი და ბატონი, აი ახლა დეტალურად ვიტყვი, ბატონი კობა ბანძელაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი. სწორად წარვადგინე მე მგონი. მადლობა. როგორ ბრძანდებით და როგორ მოიარეთ პარიზი? ამ დირექტოროში მეგევიერი. თქვენ ბატონით მოგესალმებით. თქვენ ბატონით და დირექტორთა დირექტორი ხართ. თავარი დირექტორი. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს სვენელს. მართლაც საოცარი დღეები იყო. დიახ. პარიზში ჩავატარეთ კონცერტები, ჩატარდა ბატონმა ტრისტანმა და ბატონმა გიორგიმ ჩატარა მასტერკლასები იქაური ანსამბლებისთვის, დახვდა ანსამბლები მარანი და ანსამბლი თამარიონი, სადაც თამარიონში ქართველები მღერიან, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები, ხოლო ანსამბლაში ეს არის ერთობლივი ქართველების და ფრანგების მიერ შექმნილი ანსამბლი, სადაც მრავალწლიანი ურთიერთობა ჰქონდათ ბატონ ტრისტანთან და ამის საფუძველზე მიგვიწვიეს ჩვენ გიორგის ქონა კულტურის სამინისტროს ერთად პროექტი წარდგენილი და ამაზე თვითონ ისაუბრებს და მოკლედ ძალიან ნაყოფიერი იყო ჩვენი შეხვედრა პირველ რიგში კიდე ერთხელ გაუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი კულტურული დამოკიდებულება ჩავატარეთ ძალიან ბევრი და კარგი კონცერტები და ვფიქრობთ რომ ორივე მხარე ყოფილია ამის შესახებ და წარმატებული დღეები გამოვიდა ასე ვთქვათ გურულები პარიზში. ანუ ეს მოხდა იმ ხალხის წინაშე, რომელიც დაინტერესებულია რომ გურულ სიმღერას არა მხოლოდ მოусმინოს, არამედ აითვისოს და თვითონაც შეძლოს, ხო? აი რა პროცესი იყო გიორგი ამ ორი დღის განმავლობაში შეგვითხრათ. გამარჯობა. რადიოს მენელებს თქვენ. ძალიან საინტერესო დღეები იყო, მრავალმხრივად ასე ვთქვათ. და იყო ერთგვარი კულტურული ისტორიის გაგრძელება, რომელიც დაიწყო ბატონმა ტრისტანმა გარკვეული დიდი ხნის ისტორია აქვს მოკეთ ამ ურთიერთობებს, რომელიც არის საფრანგეთში მოქმედ ანსამბლ მარანთან და იქ არსებულ წევრებთან, რომელიც უნდა ვთქვათ, რომ ძალიან კარგად ასრულებენ გურულ ხალხურ სიმღერებს და მათ შორის კრიმანჭურსაც. და აქედან მოვიკითხავთ ბიჭებს დიდი სიყვარულით. და ბატონ ტრისტანის დამსახურებაა პირველ რიგში, რომ ასე გატანილი აქვს მოკეთ გურული სიმღერის ხმები ჩვენი ქვეყნის მიღმა. რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, ესე იგი ორი ჰიბრიდული პროექტი გამოვიდა საბოლოო ჯამში. ერთი იყო ესე იგი ბატონ ტრისტანის ხაზით, ასე ვთქვათ, და იმ ისტორიის გაგრძელება ანსამბლ მარანის ორგანიზებით. ჩვენ ჩავედით და ჩავატარეთ მასტერკლასები ბატონ ტრისტანის მეთაურობით გურული ხალხური სიმღერის და აქ იყო არა მარტო მუსიკოსები, ზოგადად დაინტერესებული მსმენელები, იყო წინასწარ მოხდა ამის დაანონსება. და შემოგვიერთდა და სხვათა შორის ძალიან რთული სიმღერები ისწავლეს ბატონ ტრისტანმა. ჩვენ ვლაპარაკობდით მერე რომ ძალიან ისევ თავიდან ხოც უყურებ რომ რაღაცას ასწავლე იმას რთულ მარტივ სიმღერებს, მაგრამ მუშაობაში მერე ისე მოდიოდნენ რომ უფრო რთული სიმღერები უნდა. და იყო კიდე მეორე თემა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული კონკურსი, უკვე გასულ წელს უცხოეთში მოქმედი თვითმოქმედი ანსამბლები, რომელიც ასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებს, ძირითადად ეს ეხება ქართულ ანსამბლებს, რომელიც იქეთ არიან და შევიტანეთ საგრანტო განაცხადი, ასე ვთქვათ, და მოხდა ამ გრანტის მიღება და ამ გრანტის ფარგლებში კიდე ერთხელ მე აქედან მადლობას ვეუბნები საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომ მოხდა ამის, ასე ვთქვათ, დაფინანსება და ანსამბლმა თამარიონმა ამ შემთხვევაში
მოახერხა დრო ძალიან ცოტა იყო, იმიტომ რომ 4 დღით ვიყავით სულ და ძალიან რთული ამ პერიოდში მით უმეტეს გურული ხალხური სიმღერის დასაკავებლად შესწავლა. ესე არ არის. რთულია და რაც შევძველით, ასე ვთქვათ, შევეჭიდეთ 3-4 ნომერი, ისწავლეს როგორც გალობა, ისე სიმღერა და ანსამბლ თამარიონსაც დიდი მადლობა და იქ არიან ადამიანები, მამა ანტონი კანდელაკი, მამა უკვე მამა ეფრემი ხელმძღვანელობს, წინამძღვრობს ამ ქართულ სათვისტომოს ეკლესიას ამ და ეკლესიაში ასევე თქვენ შეასრულეთ ქართული წირვის დროს იყო ქართული გალობის შესრულება, ხო? ვიყავით და კვირას ვიგალობეთ წირვაზე, მერე უკვე პატარა, ასე ვთქვათ, კონცერტი გავმართეთ ქართველებისთვის და მოკეთ დაშლა არ გვინდოდა. დაშლა სიტუაცია დაშლა არც წამოსვლა. მაგრამ კარგია რომ აქ ხართ ხა და გვიზიარებთ ამ ყველაფერს. გეძახდათ. მიწაწყალი გეძახდათ. ბატონ ტრესტან. მართლა კარგია და მადლობა თქვენ რომ აი ჩვენთვის ოზურგეთისთვის განსაკუთრებულად აშუქებთ ჩვენს საქმიანობას და მადლობა თქვენ და მადლობა ტელეკომპანიაიმეს. მადლობა თქვენ პირადად. გაიხარეთ, დიდი მადლობა. ბატონ ტრესტან, მოდით მოყოლა დავიწყოთ იმ დროიდან პირველად რო გაიტანეთ გურული სიმღერა საფრანგეთში. ეს როდის იყო? ეს იყო 1996 წელს. დიახ. 1996 წელს მიმიწვიეს ანსამბლ მარანში, შედაშორის ანზორი ერქომაშვილმა მითხრა რომ უნდა წახვიდე, იმიტომ რომ სხვადასხვა კუთხიდან იყვნენ ჩასულებიო და გურული სიმღერასა შენზე უკეთესად ვინ ასწავლისო და გამიკაფა გზა მან. დიახ. და მიმიწვიეს რამდენი დღე 26 დღე ვიყავი და გასაოცარი ის არის რომ ეს ხალხი კაცო აგერ ანსამბლი ყავს შვიდგანსა და იქანა მიჭირს სიმღერების სწავლა და ისე იოლად სწავლობდნენ ამ გურულ სიმღერებს, ასე ძნელ სიმღერებს. ახლა წარმოიდგინეთ დაახლოებით 24 დღეში თითქოს 20 სიმღერა ისწავლენ. ანუ დღეში ერთი მინიმუმ. და ახლა ერთ რაღაცას მოვყავ, შეიძლება დრო ხომ შეიძლება. დიახ, გისმენთ. ვასწავლე ერთი სიმღერა, რომელსაც მე კონცერტი მოგთხოვენ და გამოვიტანო, უნდა აი ჩემი ნასწავლები რომ აგურ ვასწავლეთ. ეს არის ჩემი მშვიდობა. დიახ. და ეს ჩემი მშვიდობა რომ ჩავწერე პროგრამაში და კონცერტზე უნდა გავიდეთ, ვინც უნდა იმღეროს ერთ-ერთმა, იმან მითხრამე ბატონო ტრესტან მე მიშინია და ვერ ვიმღერო და მოდი შენ იმღერე რაჩოს, მაგრამ რა ვქნა ახლა დავთანხმდი და მე რაფერც იმას ვასწავლე, ისე მე ვიმღერებ ახლა ამას და დავამთავრე ამ სიმღერა მოვიდა და მეუბნება ბატონო ტრესტან მე ისე როგორ რატომ არ ვასწავლე? ხეზი ასვლა ესე არის სწავლება თქვენ. იმაზე რომ მე როგორ სიმღერა და მე ახლა ამ სიმღერას სულ სხვადასხვანაირად ვღერიო, ეს არის გურული სიმღერის სპეცი, რომ სხვადასხვანაირად უნდა იყოს. ყოველი შესრულება სხვადასხვანაირია. მეც დავამატებ ბატონო ტრესტან, იქ იყო ძალიან ცნობილი მოკეთ ეთნომუსიკოლოგია ფრანკ კეინი, რომელიც ბატონო ტრესტანთან მეგობრობს და ძალიან ბევრი სიმღერა იცის. ბევრი ხალხური სიმღერა და იმ 24 დღეშიც იყო იქ, რაც ისაუბრა. იყო ესწრებოდა ეხლაც მასტერკლასებს და რამდენიმე სიმღერა ლისტში რო ნახა თითქოს იცოდა რა და ეს ვიციო და მე რომ დაიწყო სწავლება ბატონატის და არა ეს ვარიანტი არ ვიციო მე ვარიანტი ეს ვარიანტი არ ისე აღმოჩნდა რომ თვითონ დასახელებით ეგონა რომ იცოდა მაგრამ იმდენი ვარიანტი არსებობს ამ სიმღერებში და შეხება ახლანდელ ჩასვლას დიახ მე მართლა ყოფილი ვარ რა პარიზში ვარ 5 ჯერ ნამყოფი რა 5 მიწოვა მქონდა ხანისეც მოხდი მაგრამ ამ წასვლა მართლა ყველაფერს გადააჭარბა და თავარი ის იყო რომ გავახარეთ ქართველების გული. თქვენ უნდა გენახათ რა სიცბოდა სიყვარული იყო იმათსა ჩვენ შორის. მე საბოლოოდ კონცერტის შემდეგ სუფრა გაგვიშალეს და რომ მქონდათ მისი გაკეთებული საჭმელები და მე ვუნა ჩემი გაკეთებული ფხალია. ჩემი გამომცხარი ხაჭაპურია. ასეთი ესე ქართულ კერძებს ამზადებდა. მე დიდი გმაყოფილი ვარ ამ ჩემი ახლანდელი მოგზაურობით. და ამასთან უნდა ენერგია, შემართება, სტიმული 99 წელი ახლა ესე ხო არ არის ბატონო შემიძლია და ჩვენ ბატონტრისტოს რომ უყურებთ სიბერის არ გვეშინი ახალგაზრდა ასეთი დამარცხებული მაქვს. ასეთი მხნეთ არის მუდამ და ჩვენც ასევე თავარი ის იყო რომ გარდა პარიზის ღირსშესანიშნობისა ვიყავით ლევილის სასაფლაოზე მოვინახულეთ ჩვენი
მირების საფლავი ვიყავით თვითონ ლევილში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და სულ მოკლე ხანში საქართველოს კიდევ ერთი კარგი კერა ექნება, ქართული კერა საფრანგეთში, კერძოდ ლევილში და ძალიან გვიხარია, რომ იქ ასეთი გაწყვეტილებული სამუშაოები მიდის და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფესვები და ქართული სული და ქართული ადგილი, სადაც იქ ვიგზენით. ყველა საფლავი დავათვალიერეთ ფაქტიურად სათითაოდ და ბევრს მოვეფერეთ და ქართული მიწა ქონდა ჩვენს ასამბლეის წამოღებული, გვინო პასკა ქონდა და ქართულად შევძელით. ფაქტობრივად აღდგომის დღეები იყო, რომელიც იქ გაატარეთ. კი, გავატარეთ იქ. გიორგი, ერთი მინდა ვიკითხო, ფრანგების დამოკიდებულება, იმიტომ რომ ამ მასტერკლასებში და კონცერტში ფრანგებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც მოწადინებული არიან და დაინტერესებული გურული სიმღერის სწავლებით. აი, მათსაც რო გითხრათ, ვინ არიან ეს ადამიანები, რო იციან ქართული სიმღერის შესახებ, გასაგებია, მაგრამ აი ესე როგორ ჩაერთნენ, რომ სწავლაც უნდათ და კონცერტში მონაწილეობა თქვენთან ერთად. ზოგადად ვიცით უკვე რომ ძალიან დიდი დაინტერესებაა ჩვენ ფარგლებს მიღმა, უცხოელი მსმენელები, ყვარულები, მუსიკოსები ძალიან უკვე დიდი ინტერესით უყურებენ ქართულ სიმღერას, მუსიკას და ჩვენს ტრადიციებს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან თქვა შემაგებებელი პასუხისგაცემა ამ ინტერესზე და უკვე ითქვა ბევრჯერობა ბატონი ტრისტანს ძალიან დიდი ისტორია აქვს ამ ანსამბლ მარანთან. და ამ ადამიანებს რაღაცა გასაკუთრებული სიყვარული აქვს და სიყვარულში თავი განემოთ ნიჭიც ხო ჭირდება ამას ხშირად ქართველებსაც უყვარს მაგრამ ერთი ბერტრანი არის ასეთი კაცი რომელიც ჟღერის საოცარ კრიმანჭულს ბერტრანი ფრანგი ხო? ფრანგი ბატონ ტრისტანის დიდი მეგობარი, მასთან ვიყავით სახლში, ისე ასე ვთქვათ, გიმასპინძლებს, აფერს გურული გიმასპინძლებს და იმედელი და კრიმანჭულსაც შემოსახებს. კრიმანჭულსაც გოსახებს და ხა, ნუ იმდენად მოშლილია, კარგი გაგები ზღვარი ამ ეროვნებას შორის, ხო, ფაქტიურად შენიანი გონია რა, უკვე ისე მღერის და დღეს იმაში უთხრა მე საღამოზე უკვე სუფრაზე რომ ვიჯექით ბატონ ტრისტანს, თქვა თქვენთან ერთად რომ მღერიო უკეთესი ადამიანი ვარო რა. აჰა. იმდენად კაი განწყობა, იმდენად დამოკიდებულება ამისი ქართული კულტურის მიმართ ჩვენი მხრიდანაც, რა თქმა უნდა, ორმაგი პასუხისმგებლობით უდგებით უკვე ამას და ეს გამოჩნდა სხვათა შორის კონცერტზეც, იმიტომ რომ სადაც ქონდა პირველი კონცერტი ბატონ ტრისტანი და მეთანხმება, იქ სკამები რო ელაგა 470 სკამი იყო და ყველა სავსე იყო. ძალიან ინტერესია. ეხზე იდგა და ნუ საოცარი ემოციები იყო და არ ვიცი. ანუ ერთობლივი კონცერტი ჩავატარეთ მარანთან, რომელშიც ქართველებიც არიან და ფრანგებიც არიან, აი ეს ბერტრანი. და კრიმანჭულიც შემოსახა ხასანბეგურას ღერო და ბერტრანი. და დადგმული რომ ეს ვიდეოც გვაქვს რომ ესე იგი ჩვენ ვღეროდით ხასანბეგურას, მე ფრანგების ტრიო და ბოლოს შეერთდა ეს ბერტრანი და ტრისტანი ვღეროდა ხასანბეგურას ერთად. საოცარი სანახაობა იქნებოდა. სწავლი კონცერტი გამოვიდა. და ანგრიეს შენობა რა. ბატონ ტრისტან, ეს ხო მართლა არ არის მარტო მუსიკალური ნომრის სწავლება, ხო? დასაწყისიდან დასასრულამდე. ეხლა როგორი სიტყვებით თქვა გიორგი ბერტრანის ნათქვამი. ეს არის კულტურის გაზიარება, იმ ფესვების გაზიარება, რაც თქვენ მოგდგამთ და გურიდან ჩამოტანილი გაქვთ ამ წუთას და მათაც რაც რაღაც უცოცხლდებათ სულში, რაღაცა სხვა შეგრძნებები, რასაც მარტო ქართული მრავალხმიანობა აკეთებს. და კიდევ უფრო გურული. როგორ გრძნობთ ხოლმე აი ამ გაზიარების და სწავლების დროს, როგორ უნდა მიახვედროთ უცხო ტომის უცხოელ ადამიანს, რანაირად შეიძლება იმღეროს გურული კრიმანჭული? არ გამჭირებია სხვათა შორის, იმიტომ რომ მუსიკალური ხალხი არიან. ეხლა მეთოდი, ჩემი მეთოდი ასეთი იყო, რომ ჯერ ვეუბნებით შინაარს, რაზეა ეს სიმღერა, როდის იმღერება, ისინი დაინტერესებული იყვნენ იმაზე, რომ აი ქორწილის დროს როდის იმღერება მაგალითად ჩვენ შვიდება მრავალჟამიერი გავიცით ჩვენ გურულებმა და ქართველებმა რომ იმღერება მეფე-დედოფლის ადვაგდილოს დროს ამის შემდეგ უკვე როცა ვიწყებ პირველ ხმას რომ ვასწავლე მერე მეორეს მერე ბანს და მოკლე მანძილებით ისწავლეს და ისწავლეს რომ მე მართალი გითხრა გამიჭირდა წეღანდ გვიმისარიოს მიჭირდა ოზურგეთში მაგალითად ვასწავლებო ჩემი ანსამბლის წევრებთან და ესენი რატომ იცი დაინტერესებული არიან დაინტერესებული არიან და ჩვენთან ახლა შემეულო ჩემი თავი ჩამოსავს მაგრამ დარწმუნებული არიან რომ თვითონ ქევიცი მე აი რაც მინდა არა ამას არიცია გურული ამაყია, მაინც აპარტამანია და დაწოლებულია მაინც. ასე რომ ძალიან კარგი დასაყრდენი გვაქვს ჩვენ საფრანგეთში იმ ქართული ანსამბლ მარანით, რომელიც ჩვენ ვკითხეთ, რომ ანუ როგორ მოხდა ეს დაინტერესება თქვენი და როგორც გითხრას
ჩანაწერებს მოусმინეს მოკლედ და ამ ჩანაწერების კვალს გამოყვენ და აღმოჩნდნენ გურიაში, კერძოდ ოზურგეთში, ბატონ ტრისტანთან და დაიწყო ეს ყველაფერი ამდენი წლების აუცილებლად უნდა ვახსენოთ დიდი აზორ ერქომაიშვილის წვრილი ამ საქმეში, იმიტომ რომ ჩვენთანაც ახსენებდნენ აი იგივე ბერტრანს დიდი მეგობრობა აკავშირებდა წუგანსვენებოდა სახში იყო ჩვენთან აზორ ერქომაიშვილთან და ძალიან დიდი მოყვარული სიყვარული უბრალოდ გააჩინა ბატონმა აზორმა არა მარტო ფრანგეთში, არამედ მსოფლიოში ეს უკვე ძალიან როცა ფრანგებისგან და ევროპის და ასევე მთელი მსოფლიოს მოსახლეობისგან ესეთი ინტერესია და ბატონი აზორის კვალს გაყოლილი იაპონელებიც ისეთები მყავს ნანახი და მოსმენილი მათი ანსამბლი როგორ მღერიან ჩაკრულოს და სხვადასხვა სიმღერებს კი ბატონო მაინტერესებს უშუალოდ გურიაში რა ხდება, იმიტომ რომ თქვენ მოსწავლე აქ ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელი ბრძანდებით და რა ნაწილი მოდის ხალხის, რომელმაც ქევიცი, ისედაც თუ რომელსაც უნდა პროფესიულად და კარგად ისწავლოს, იმიტომ რომ გააგრძელოს უნდა ეს ხაზი. გიორგი ახლა ახალი და ჯანსაღი და ესეთი ცოცხალი თაობაა და აი შემდეგ თაობებში როგორია პერსპექტივა? პირველ რიგში მინდა მადლობა უთხრა ის ფოლკლორის ჯგუფს ბატონ ტრისტანს, გიორგის და მიანის ისაიას, მარიამს და ბიჭებს ვინც ფოლკლორის ჯგუფი შეიქმნა 2 წელია რაც შეიქმნეს ფოლკლორის ჯგუფი და ფაქტიურად უკვე თითქმის 5 ქვეყანაში ვართ გასტროლზე ნამყოფი და ყველგან ხორვატიაში განსაკუთრებით წარმატება იყო ვილნიუსში, ესტონეთში ყველგან დიდი დაინტერესება გამოიწვია ფოლკლორურმა ჯგუფმა. კულტურის და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრს რაც შეეხება ჩვენთან 5 ფოლკლორული ანსამბლია სიმღერის მოტო 5 ფოლკლორული ანსამბლია 6 ქორეოგრაფიული ანსამბლია 21 წრე გვაქვს და 21 წრეში სხვადასხვა წრეებია და სწავლა უფასოა, მაგრამ აქ ყურადღებას გავამახვილებ სიმღერის სწავლებაზე, ჩვენთან სიმღერის სწავლება როგორც კულტურის ცენტრში, ისე ფოლკლორის ცენტრში უფასოა და მინდა გითხრათ, რომ დაინტერესება არის ძალიან დიდია, დაინტერესება ბავშვებში. არაჩვეულებრივი ანსამბლები ყავს კულტურის ცენტრს, ფოლკლორის ცენტრს, არაჩვეულებრივი ანსამბლები ყავს ასევე დიდების და პატარების და დაინტერესება დიდია, ანუ გურული მაინც ისეთია, კი იცის, მაგრამ მაინც უნდა სწავლა, ასე რომ ხო, ამ კუთხით მადლობა ღმერთს რომ აი რაღაც ერთი პერიოდი იყო ჩავარდნა, მაგრამ დიდი აზორ ერქომაიშვილის დამსახურებით წამოვიდა ეს ყველაფერი, ისე წამოვიდა რომ გაეწია ამას დიდი პროპაგანდა, დიდი რეკლამა გაეწია. შემდეგ ფოლკლორის ცენტრი შეიქმნა ოზურგეთში, რომლის ხელმძღვანელი ეხლა ბატონი გიორგი არის და ამან ყველაფერმა დადებითად იმუშავა კულტურის ცენტრის უფასო წრეებმა, ფოლკლორის ცენტრის უფასო წრეებმა დაინტერესება ხედავს ბავშვები რომ აი ბატონი ტრისტანის მაგალითზე რომ როგორი წარმატებული საამაყო ადამიანი არა მარტო გურით საქართველოს მსოფლიოსთვის ბატონ ტრისტანის სახელი სადაც არ უნდა ახსენო ყველა იცნობს ამ სფეროში და ამას რომ უყურეს მომავალ თაობა თუ როგორი დაფასებულია ამ შემთხვევაში ეს ადამიანები რა თქმა უნდა ბავშვებსაც სურვილი უჩნდება და ვფიქრობ რომ ჩვენს ქალაქს ოზურგეთს და ჩვენს ქვეყანას არაჩვეულებრივი ახალგაზრდები ეზრდება და ღირსეულად აგზელებენ ამ ტრადიციას ასევე არ შემიძლია რა თქმა უნდა უზარმაზარ საქმეს აკეთებს ჩვენ ხვალ მიწვევливად გალობის უნივერსიტეტში და ასევე გიორგი მთაწმინდელის უნივერსიტეტში და არ ვიცით აი მისი დამფუძნებლები უზარმაზარ საქმეს აკეთებს რომ ბავშვებს სწავლა უფასოა, სტუდენტებს სწავლა უფასოა, ეხმარებიან და საქმეებაში ეხმარებიან სამოგზაურო წასვლაში და ეს უნივერსიტეტი საქმეს აკეთებს ჩანაწერებს, ეხმარება ანსამბლებს და ვიცი ფიქრობ რომ ამ კუთხით მართლაც საამაყო გვაქვს და მადლობა იმ ადამიანებს ვინც ამ საქმეში არიან ჩართულები. აი ამაზე ზუსტად შეკითხვა უნდა დამესვა და ბატონ ტრისტანის ამბავი გამეზიარებინა ჩვენი მსმენელისთვის. ესე იგი დილის 5 საათზე ხო გაიღვიძა დღეს დილით. თელმა გუნდმა და რა თქმა უნდა ბატონმა ტრისტანმა ჩამოვიდნენ რადიო იმედში მოვიდნენ. რადიო იმედის კარებთან უკვე დარეკა ტელეფონმა რომ ხვალის მასტერკლასისთვის ხო ხართ მზათო. ამოვედით სანამ სტუდიაში შემოვიდეთ მანამდე კიდე დარეკა ტელეფონმა და სხვა შემოთავაზება. ბატონ ტრისტან გძნობთ რომ აი ყველა ცდილობს რომ მაქსიმალურად აითვისოს თქვენგან სოდნაც გაზიარებაც სიმღერის რაღაცნაირად აი მაქსიმალურად მიიღოს ის სარგებელი რაც თქვენ გაქვთ ბუნებრივათაც და გაქვთ ამდენი წლების დაგროვებით და ეს სასიამოვნოც არის მაგრამ ცოტა დამღლელი ხო არ არის დამღლელია მაგრამ რასიზა რა გინდა რო ქნა უნდა ვქნა რა თქმა ეს ჩემი სიყვარულია ჩემი სიხარულია რომ ვიდვეს ჩემი ცოდნად რომ გავუზიარო ეს უკვე ვატყობ რომ მე მსიამოვნებსა ქალბატონ ნანამ მიწვია რა თქმა უნდა და მე პირველად არ ვარ კიდე სხვათაშორის ძალიან მესამეჯერ ვარ ახლა იმაში გალობის უნივერსიტეტში მასტერკლასზე და თავარის არის რომ კაი ბავშვებია იქ სწავლობენ ჩვენგან გაზრდილი ბავშვები ფოლკლორის ცენტრში გაზრდილი ბავშვები 1-5
და ხდება ახლა რომ ჩავალ ხოლე. 5 ბავშვი ისწავლოს ჩვენები, ასე არჩეული ბავშვები არიან. ყველა საუკეთესო შედეგიანებია და არ გამიჭირდება, ამიტომ. არ გაგიჭირდებათ ნამდვილად. ჩვენ მოკლედ თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ გურულების სტუმრობა პარიზში და ასევე მინდა ვთქვათ რომ ჩვენს სრული წარმომადგენლობით ვართ დღესაც, იმიტომ რომ გარდა სიმღერისა ჩვენი კულტურის ცენტრის ქორეოგრაფი ბატონი ვაჟი ახვლედიანი ფოლკლორის ცენტრშია მიწვეული და სამდღიან გურული ცეკვის მასტერკლასებს ატარებს აქვე. გურული ცეკვა და სიმღერა. სრული კომპლექტი არის წარმოადგენელი და ჩვენ ვაგზელებთ ხო გურულები ამერიკაში. გურულები ამერიკაში ხო ეს უნდა მეთქვა გურულები პარიზში. ამერიკათუდებ ჩენოსნობა ჩვენ სიმღერით პარიზი და ევროპის ნაწილი. გიორგი, შემდეგი გეგმა რა გაქვთ? ჩვენ სიმღერაც გვექნება ეთერში რამდენიმე წუთში და აი ბოლოს გითხარით, გეგმა რა გაქვთ? შემდეგი ის დასაყრობად ემზადებით და მე უკვე სიმღერაზე გადავიდეთ. პირველ რიგში ხო ხვალ არის მასტერკლასი ბატონ ტრისტანის გალობის უნივერსიტეტი ყველას ვეპატიჟებით და ინტელექტუალურ მსმენელებს, ვინც სტუდენტებს ყველას ვისაც შეუძლია მოგზანდრენ ხვალ 3 საათზე. და მინდა კიდე ერთხელ აღნიშნო ბატონ ტრისტანის შემართება და ამ შემართების დამსახურება რომ 10-ში კიდევ გვაქვს ღონისძიება 10 მაისს ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ჩვენთან იქნება ბატონ ტრისტანის მიერ ჩაწერილი სიმღერების და წიგნის ალბომის პრეზენტაცია ჩვენთან გეყოლება სტუმრები და გეპატიჟებით ყველას ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრში. ერთი ჩვენც უნდა ჩამოვიდეთ, ახლა თქვენ ხო ჩამოდიხართ. წესით უნდა ჩამოვიდეთ. წესით და რიგით. გეგმები ბევრი გვაქვს ძალიან და სამუშაო მართლაც ბევრია და ქართულ თვითონ სიმღერა და შემოქმედება ისეთია რომ ოთვის მოითხოვს. გვაცნობეთ გზადაგზა და ჩვენ აქ ვართ. უბრალოდ მადლობა თქვენ კიდევ. წესით და რიგს თუ მიუყვებით, ხო და რა თქმა უნდა ხარს გიჭერთ და აუცილებლად გავაშვებთ ჩვენი მსმენელებისა და მაყურებლებისთვის. წეს და რიგს თუ მიუყვებით, გურულების სიმღერების გარეშე არ შეიძლება სიმღერის და დილა და დილის ეთერიც არ შეიძლება მშვიდობის თქმის გარეშე. ამიტომ დამიანეს თხოვ ახლა სტუდიაში შემოგვიერთდეს, გამარჯობა. მადლობა სტუმრობისთვის და აბა რა შეგვისრულებთ გითხარით და გისმენთ დიდი ყურადღებით. ჩვენ მშვიდა ვაშა გურულებო, ვაშა მშვიდობა ჩვენ ქვეყანას, თქვენ და ბევრი წარმატება თქვენ. ძალიან დიდი მადლობა, რომ აი ეს სისხამდილას გამოხვედით გურიდან და აი ეს საჩუქარი გაგვეკეთეთ ჩვენ სტუდიაში ჩვენს გურულებს, აი სიმღერა გვაქვს. დილა კარგია კი ბატონო. აი ესეთი იყო იმედის რადიო იმედის ეთერში დილა, ასეთი საოცარი კულმინაციით. მადლობა ჩვენ სტუმრებს. თქვენ რა თქმა უნდა დარჩეთ FM 105 და 9-ზე. საინტერესო გადაცემები და საეთერო ბადე გრძელდება. მადლობა ყურადღებისთვის დროებით.